ვერ მოხსნით ისეთი ზედაპირული რჩევები, რომლებიც სპეციალურად მათთვისაა შექმნილი, ვისაც სურს ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებით თამაში, რეალური ფულის გამომუშავების ნაცვლად. არა, მე მოხსნით 7 პრაქტიკულ უნარს, რომელთა შესწავლაც შეგიძლიათ და უნდა დაიწყოთ დღესვე. მონაცემთა ანალიზი. ბიზნესის მფლობელების უმეტესობა უკვე ზომავს თავის მონაცემებს. ისინი აკონტროლებენ გაყიდვებს, ვებსაიტზე ვიზიტებს, მომხმარებლის ინფორმაციას, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ისინი მხოლოდ ზედაპირულად ერკვევიან იმის გაგებაში, თუ რა შეუძლიათ მათ რეალურად ამ მონაცემების უთხოვნას. აი განსხვავება. ტრადიციული მონაცემთა ანალიტიკი ჩვენ რა მოხდა უკვე, ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ანალიზი პრობლემებს თუ რა მოხდება შემდეგ და ზუსტად გეუბნებათ რა უნდა გააკეთოთ. ამიტომ დაფიქრეთ, რომ თანამედროვე ბიზნესები ყოველდღიურად დიდი რაოდენობით მონაცემებს აგენერირებენ. მომხმარებელთან ურთიერთობა, ტრანზაქციების ჩანაწერები, ვებსაიტის ქცევა, მოცემულობა არის განსაცვიფრებელი. თქვენი უბრალოდ არ არის შექმნილი ამდენი ინფორმაციის გადასამუშავებლად, რომ აღარაფერი თქვათ, მაშინ მნიშვნელოვანი ნიმუშების მომას. მცირე ბიზნესაც კი შეიძლება ჰქონდეს ათასობით მონაცემი, რომლებიც ყოველდღიურად მიედინება მრავალ სისტემაში. ადამიანის ტვინი კედელს ეჯახება ინფორმაციის ამასშტაბის გააზრებისას, ასეთებად თქვენ მონაცემებში დამალული ღირებულებები, ინფორმაციის უმეტესობა სრულად უხილავთ ჩამოყალიბდა. ხელოვნური ინტელექტი დიდ მონაცემებზე ექტყავდება. ეს ასეთებს, რომ მას უფრო მეტი მონაცემები ჭირდება, რომ მეტი დავალება დაამუშავოს. და ამ დავალებების საფუძველზე გამოგიტანოთ სწორი პასუხი. ხელოვნური ინტელექტი შეუძლია ერთდროულად გაანალიზოს ყველა მონაცემი, ყველა ბიზნეს სისტემაში. გამოავლინოს რთული ურთიერთობები და ნიმუშები, რომელთა აღმოჩენას ნებისმიერი ადამიანისთვის შეუძლებელი იქნებოდა მონაცემთა ანალიზის საშუალებით. შეხედეთ, ყველა ბიზნესს აქვს მონაცემები, უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს რა ქნას მათ. ეს არის შესაძლებლობა. როდესაც შეგიძლიათ გაანალიზოთ მათი მონაცემები და თუნდაც თქვენი საკუთარ ბიზნეს მონაცემები შეიყვანოთ და ზუსტად იპოვოთ საკანონო პულს და როგორ გამოასწოროთ ეს. ეს დაუყოვნებელი ფასეულია. დააკომენტარეთ თუ გახსენდებათ ასეთი თქვენიდან თუ დაგჭირდებოდათ ის საშუალება, რომ იპოვოთ და გამოასწოროთ ეს თქვენს ბიზნესში. და რა შეიძლება იყოს, რომ თქვენს ნახოთ და ერთმანეთს გავიზიაროთ სოლუშენი. მაშინ როგორ დაიწყოთ სიამოვნებაში? ისავთ SQL. სულ ესაა. SQL ნიშნავს სტრუქტურირებული კითხვების ენას და ძირითადად წარმოადგენს მონაცემთა ბაზებისთვის კითხვების დასმის საშუალებას. მარტივი ინგლისური ბრძანებები. წარმოიდგინეთ ეს როგორც Google search-ი, მაგრამ ბიზნეს მონაცემებისთვის. ყველა ბიზნეს ინფორმაცია მონაცემთა ბაზებშია და SQL არის ის, თუ როგორ იღებს პასუხებს ამ მონაცემთა ბაზებიდან.